ბოლნისი საქართველოში მდებარეობს და გააჩნია ქალაქისთვის დამახასიათებელი ყველა ინფრასტრუქტურა, ის მოგხიბლად ბუნების, სილამაზით და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ამ ტერიტორიაზე აღრიცხულია 200-ზე მეტი ძეგლი. მათგან რამდენიმე ბოლნისის სიონი მე-5 საუკუნის დათარიღებული ბაზილიკით, წორუღაშენი, მე-13 საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი, მსოფლიო საგანძურშია შეტანილი. ბოლნისის ისტორია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ აქ რამდენიმე ათეული წელი გერმანელი კოლონისტები ცხოვრობდნენ. მას შემდეგ 7 ათეული წელი გავიდა, თუმცა გერმანულ კვარტალში გოთური და ქართული არქიტექტურის ნაზავის მქონე უნიკალური სახლების დათვალიერებაა შესაძლებელი. რაიონში განვითარებულია მევენახეობა. მნიშვნელოვანი როლი წარმოებაში ეკუთვნის მადნეული სამთო გამამდიდებელ კომბინატს. ბოლნისის პირველი საჯარო სკოლას აქვს 80-წლიანი ღირსეული ისტორია და მემკვიდრეა მდიდარი საგანმანათლებლო ტრადიციების. სკოლას გააჩნია საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. მოსწავლეები აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ შემოქმედებით შემეცნებით კონფერენციებში, ოლიმპიადებში და მოპოვებული აქვთ არაერთი გამარჯვება. ჩვენი კლუბი ნორჩ ნატურალისტები ფუნქციონირებს 2016 წლიდან. ამჟამად ჯგუფში გაწევრიანებულია საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებული 18 მოსწავლე. კლუბის მუშაობა დაფუძნებულია წევრთა შორის თანამშრომლობის საფუძველზე, ერთობლივად შედგენილ წლიური გეგმის განხორციელებაზე. სამუშაო შეხვედრებზე განვიხილავთ როგორც გლობალურ, ასევე ლოკალურ გარემოში მიმდინარე პროცესებს, გეგმავთ და ვახორციელებთ გარემოსადმი ჯანსაღ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ აქტივობებს. ვსჯელობთ თუ როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა მონაწილეობა მის დაცვასა და აღდგენაში. კვლევით პროექტების თემატიკა მოიცავს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდინარე მაშავერას წყლის დაბინძურების ხარისხის შესწავლას, სასოფლო-სამეურნეო ნიადაგის მცირე ანალიზს, ვახორციელებთ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში შეხვედრებს თემატიკით. მარჯვე ხელებმა მოსვენება არ იციან, მეცნიერებას ახალისვა. ჩვენი კლუბი აქტიურ მონაწილეობას იღებს რესპუბლიკურ სამეცნიერო პიკნიკებში. კლუბი თანამშრომლობს ადგილობრივ ბუნებაზეცვის ორგანიზაციასთან. შექმნით ვიდეო რგოლები გარემოს დაცვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის საკითხად განხილვით. განვახორციელებთ პროექტი ნაცარკუტა, რომელსაც მოგვიტანა წარმატება. ჩვენი საქმიანობა მიმართულია პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნისკენ.